დაიჭირა ეს დოკუმენტები და ის ტერიტორია ის მიწა ოფიციალურად შენი გახდა. მე რომ მადლობა დიდი, დავიჭირე ეს დოკუმენტები უკვე ხელში მაქვს. დიდი მადლობა მე რომ მოგეთ მეგობრებო, მოგესალმებით თქვენთან მე ვარ საბა და არხი კაპოტიში 253. და დღეს მეგობრებო თქვენ მე მგონი ვერ ხდებით, მაგრამ მე მგონი სათაურით უკვე ყველაფერი გაიგეთ. მოგეთ მეგობრებო, მერმა მომაწოდა აი ასეთი დოკუმენტები იმის შესახებ, რომ აი ეს თლიანად, აი ეს მიწა, რასაც კი ხედავთ, ოფიციალურად ჩემი გახდა მეგობრებო და როგორც თქვენ უკვე ხვდებით ამ ვიდეოს სათაურიდან, მე დღეს უნდა ავაშენო მაღაზია. ძალიან მაგარი მაღაზია იქნება ჩემი აზრით. მოგეთ მეგობრებო და არა უბრალო მაღაზია, მეგობრებო. ეცაც ჯერ უნდა ვნახო. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 და როგორც ვიცი სიგანეში 3 4 5 6 7 8 9 10. მოგეთ მეგობრებო, რისთვის ვითვლი ახლა ამ ყველაფერს. მეგობრებო, მე უბრალო მაღაზიას კი არ გავხსნი. არამედ მეგობრებო, გავაკეთებ სახს, ჩემი სახს გავხდი მაღაზიად. მოგეთ მეგობრებო, თქვენ მეგონი ვერ ხდებით, შეხედეთ. ავაშენოთ ჯერ ჩემი სახლი, რასაკვირველია. გამოდის რომ სიმაღლეში იქნება 1 2 3 4 5. ოკეი. 1 2 3 4 1 2 3 4 5. ოკეი, ზუსტ გამომივიდა. შემდეგ აქ იქნება რასაკვირველია კარები. მოგეთ მეგობრებო, მე ახლა მივხვდი რომ მინდა გავხსნა პატარა ასე თქვათ მაღაზია, ასე თქვათ ამ ვიდეოს 4 გამოდის, 4 შემდეგ 4 ბლოკის შემდეგ არის შუშა, პანჯარა. მოგეთ მეგობრებო, აქ მე გავხსნი ამ ვიდეოში უბრალოდ არის ასეთი ძალიან საინტერესო ვიდეო იმის შესახებ, როგორ მე გავხსნი მაღაზიას. 5 ხომ გამოდის და აქ 1 2 3 4 და 5. ზუსტად გავაკეთე ყველაფერი. აქ ახლა გამოის კარები. მოგეთ მეგობრებო, ამ მაღაზიაში რა მინდა გაიყიდეს, როგორც პროდუქტები, ასევე რაღაც ბრონი, ხმლები და ასე შემდეგ მეგობრებო. და ამას დავუთმობ მეგობრებო, ამ რუბრიკას დავუთმობ თელს ვიდეოს. გამოდის ასე 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და ახლა უკვე ასე პირველი კედელი მეგობრებო მზად გვაქვს. შემდეგ 1 2 3 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10. მეგობრებო, გავაკეთეთ უკვე კოპია მეორე კედელის უკვე თითქმის მზადაა. და ახლა მეგობრებო შუშა პანჯარა უფროსოეთ. რა ვქენი შემთხვევით რა. Так, ოკეი, აქ შუშა იყო. ისე მეგობრებო, რო გითხრათ, ზუსტად 3 ბლოკის შემდეგ. ოკეი. ამისათვის კაია. 2 და რაღაც არასწორად გავაკეთე? ერთად მეგობრებო? მე მგონია მეგობრებო რაღაცადღაც შეცდომა დაუშვი. ერთად 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11. რა მაგარი შეცდომა დაუშვი. 10 კი არა, აქაც 11 გამოდის სიგანეში. და გამოდის აი ახლა უკვე სწორი არის. ვაიმე მეგობრებო, მე კიდე გავნერვიულდი. მეთქი ჩემს სახში მეთქი არასწორად შუშემი იყო დაყენებული. მოგეთ მეგობრებო, კარკასი უკვე მეგობრებო თითქმის მზად მაქვს. კაია მეგობრებო, ჩემით რომ ისე მეს ვუთხარი რომ ასე თქვათ გაიყიდა ჩემთვის ეს ტერიტორია და აქ და აქ არის ასეთი პანჯარა. ძალიან კარგად ვიცი ესა. და შემდეგ აქ ხომ იყო ისე. კი, აქაც არის ესეთი მუხესნაირი.
აქაც უნდა გავაკეთოთ მაშინ, ოკეი. 1 2 3 4 შეხედეთ მეგობრებო, აქ იყო ნაკოვალმა, აქ იყო ბლენდერი, აქ იყო მუსიკალური ცენტრი და აქ უკვე იყო 5, მაგიტომ ზუსტად ვაკეთებ. ასე, შემდეგ ასე. კაია და შემდეგ ასე სულ კეთავთ. ახლა მეგობრებო, მხოლოდ შუშები და თვითონ კედლები უნდა ავაშენოთ და ასე ყვილია ჭერიც. აქ ფანჯარა საერთოდ მქონდა. მეგობრებო, რასაკვირველია. ჩემი მეგობრებო, აი ჩემს სახლში ყველაფერი აი იდეალურად გავაკეთე, როგორც მე მინდოდა, მეგობრებო, ზუსტად ისე გავაკეთე ჩემი სახლი. ახლა კი მეგობრებო, მაღაზიისათვისაც მე მგონი ძალიან კარგი ტერიტორია აქვს. აქ იყო სამნაირი ასეთი ფანჯარა. ოპ. შემდეგ ოპ. და აქაც ფანჯარა სამიანი. ოკეი, აქ ახლა სწრაფად ავაშენებ მეგობრებო ჭერს, ძალიან სწრაფად, ასე. ой, დავდგი ისე. Так, და ნატურებით საუბრობთ მეგობრებო, არ უნდა დამავიწყდეს. ასე და ასე. ახლა მეგობრებო, იატაკი ასე ყვილია ჩემი საყვარელი. ასეთი ნათელი ხისაგან, ნათელი ხე და მეგობრებო, ამერე კი უკვე მეგობრებო დავდგამ იმას, რაც კი მინდოდა და იქნება უკვე მთლიანად მაღაზი. ასე და ასე. მოგეთ მეგობრებო, ამ ვიდეოში ასე გაგჩვენებთ, როგორც შეგიძლიათ თქვენ აღნიშნოთ ასეთი პატარა, არ ვიცი როგორ თქვა, შკაფები. სადაც შეგიძლიათ დაალაგოთ მაგალითად რეალურ სახლში, მაინკრაფტში და არა მხოლოდ მაღაზიისათვის იქნება ეს, ასე ვთქვათ, უჯრები განკუთვნილი. ასე. მზად არის მეგობრებო კარკასი, ასე ვთქვათ, ექსტერიერი უკვე მზად არის. ექსტერიერი მზად არის, ახლა ცოტა უნდა გავანათო აქაც და აქაც. გავანათე მეგობრებო და მოგეთ მეგობრებო, ახლა მოდით გაჩვენებთ როგორც შეგიძლიათ თქვენ ააშენოთ ასეთი პატარა უჯრები. შეხედეთ, აქ დგამთ, აქაც დგამთ ასე და ასე. ой, და არა შეიძლება გავაკეთე ასე და ასე. ეს ნატურა მე უნდა გადავდგა სადღაც. მოდით ეს ნატურა არ გადავდგათ. და მეგობრებო, ახლა კი მეგობრებო უნდა ავაშენოთ აი ასეთი რაღაცები ასე და ასე. და ახლა კი მეგობრებო, შეხედეთ, ასად არის რაფები. ეს უბრალოდ მეგობრებო პატარა შკაფი და იყო ეს ნატურა სუმიშის. ასეთი პატარა შკაფები გამომივიდა. თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი რასაკვირველია ააშენოთ. და აქ მეგობრებო რა გავყიდოთ? მოდით აქ გავყიდოთ მაგალითად. მოგდით მეგობრებო კარტოფილი და სტაფილო. აქ მაგალითად იყოს კარტოფილი, აქ სტაფილო. აი მეგობრებო, უკვე კარტოფილი და სტაფილო უკვე მზად გვაქვს. შემდეგ მეგობრებო, ავაშენოთ კიდევ ერთი, მაგრამ უფრო დიდი და უფრო ლამო. ძალიან კაი უძრო იქნება, ძალიან კაი ასე თქვენ შკაფი იქნება. და ძალიან დიდი. მაგიტომ ეს ორი ნატურა მოგვიწევს, ეს იქნება მეგობრებო ყველაზე დიდი უჯრები ძალიან დიდები. აი მეგობრებო, როგორი გამოვიდა, თან ფანჯარასაც კი ჩაკეტება, მაგრამ ის არა უშავს. ფანჯარა როგორც თქვი, უბრალოდ დეკორისათვისაა, რომ ასე თქვა ვაჩვენო, რომ სინათლე იყოს. სინათლე მეგობრებო ისეაც შემოვა. და მეგობრებო, მაგრამ ახლა აი აქ არა და აი აქ უნდა დავდგა ერთი ნატურა და აქ მეორე. ახლა კი მეგობრებო, სულ რაფები და ახლა კი მეგობრებო მე ვიცი, რაფაში. ახლა კი მეგობრებო მე ვიცი, აქ რას დავდებ. აქ მეგობრებო გაიყიდება ყველაფერი სახლის დიზაინისათვის. მოგეთ აქ გაიყიდება მეგობრებო ფეთები. გაიყიდება ვერსტაკები. ასე. გაიყიდება ყუთები.
უთები და გაიყიდება ბლენდერები. აი ასე მეგობრებო, შეხედეთ რა ლამაზი გამოვიდა. კიდე ერთი მეგობრებო შკაფი დავამთავრეთ. შემდეგ მეგობრებო, აქაც დავდგამ ერთი პატარა შკაფს. უფრო ნათელს, ასე ვთქვათ. ასე და ასე. Ну, ეს შკაფი პრინციპში შემიძლია უფრო დიდიც გავაკეთო. და აქ მეგობრებო, უკვე გაიყიდება ასე ვთქვათ, ისეთი რაღაცეები, როგორიც არის საჭმელები, თევზები, ასეთი რაღაცეები, სტეიკები და ასეთი რაღაცეები. ასე და ასე. ახლა რაფებით უნდა უბრალოდ შევიყვანო და მეგობრებო, ახლა მაგალითად მეგობრებო, აი ყველაზე პირველ რაფაში დავთქვათ რა. მოდით აბა ვნახოთ რა. მოდით თევზი. შემდეგ მოდით დავდოთ ასევე დავდოთ მოდით უმი ხორის ხორცი თქო. შემდეგ მეგობრებო დავდგათ მაგალითად უმი სტეიკი და მოდით შემდეგ უკვე დავდგათ მაგალითად რამე დესერტისათვის. აი პეჩენიები. აჰა მეგობრებო, გამოგვივიდა ასეთი მაგარი მაღაზია და მეგობრებო, მოდით ახლა ნახოთ სად იქნება ახლა კასა ჩვენთან. კასა ჩვენთან იქნება აი პირდაპირ აი აქ. ძალიან მაგარი ადგილი დავტოვე. აქ და ასე. და აქ დავდგათ ვითომ სკამი მეგობრებო. აქ იყოს მეგობრებო კომპიუტერი, რომელშიც ვატარებ მეგობრებისა იტყვი ან რამდენი არის გადასახადი, ასე. და მეგობრებო, აქაც დავდგათ კიდე ერთი შკაფი, კიდე ერთი იდეა მაქვს. აქ რაღაც რაღაც ასეთი, ну პატარა შკაფი. ასე და ასე. და აქ მეგობრებო კიდე ერთი იდეა მაქვს და შემიძლია აქ, სხვანაირია ვიღე. აქ დავდგა ასე და ასე. და კიდე ერთი აქ ჩამოვიდოთ, რომ უფრო ნათელი იყოს ჩვენი, ასე ვთქვათ, პატარა ოთახი. აქ რაღაც ვერ ვდგა, მაგ შეიძლება, აქაც არ შეიძლება. აი მეგობრებო, არა უშავს. ჩვენი მაღაზია ისედაც ასაკურველია, ასე ვთქვათ, მუშაობს ხამის მაღაზია, ასე ვთქვათ. მეგობრებო, მაგეთი იდეა. აქ მეგობრებო, საწოლები. შემდეგ წიგნის თაროები. შემდეგ ასეთი დინამიკები და შემდეგ კიდე მეგობრებო დავდოთ ონკანები. აი მეგობრებო, ჩვენი მაღაზია მზად არის. შეხედეთ მეგობრებო, როგორი გამოვიდა. ძალიან მასიური და რაც ყველაფერი გჭირდება. აქ არის საჭმელი, ხილი, ბოსტნეული. პეჩენია შემთხვევით დამივარდა. ხილი, ბოსტნეული. გვაქვს ტექნიკა. გვაქვს ყველაფერი დეკორისათვის. მოკეთ მეგობრებო, კასა არის კომპიუტერთან ერთად. მეგობრებო, რაღა გვინდა მაღაზიაში კიდე. აქ ახლა მოდით მეგობრებო დავდოთ უკრავკარი და სპეციალია ჩვენ აქ ავკვედავთ მაღაზიას და თქვენ მეგობრებო აბა მიდით მიეცით ნიშანი ჩემს მაღაზიას. როგორ მოგიწონთ ჩემი მაღაზია, რომელიც ვაშენე. მოდით კიდე ერთხელ გაჩვენებთ როგორ გამოიყურება. აქ ყველაფერი არის საჭმელის და ტექნიკაც, დეკორიც და ნიშანი მიეცით აქ ფულიდან მეგობრებო. ახლა კი მეგობრებო დაგემშვიდობებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქეთ. ახლა კი მეგობრებო დაგემშვიდობებით. ნახვამდის.